პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილი რეცეპტებით გაიცემა და ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობას თადარიგის დაჭერისკენას მოუწოდებენ. მიზანშეწონილია თუ არა წინასწარ წამლების მომარაგება. თქვენი რჩევა როგორი იქნება? Ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არის. რეცეპტებზე გადასვლა გეგმა, გარდამავალი გეგმა გათვლილი იქნა 1 წლის განმავლობაში და ეს ეტაპობრივად ხორციელდებოდა და ცალსახად მინდა გაუსვა ხაზი და მიმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ხოლო ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი მედიკამენტების სპეციალური, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი, რომელიც უეცრად გაუარესებული ჯანმრთელობის შემთხვევაში როდესაც ადამიანი იქ აფთიაქთან ახლოს იმყოფება, სანამ ექიმთან მევა, შეიძლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. იგივე შეეხება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, შემოდის ხანგრძლივი 1 წლიანი მოქმედების რეცეპტი, ერთხელ გამოწერის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შეიძინოს ეს წამალი, ხოლო წელიწადში ერთხელ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ისედაც უნდა მივიდეს ექიმთან. თავისუფალ გაყიდვაში რჩება, როგორც მოგახსენეთ, 3300 მედიკამენტი, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი ანტიალერგიული ძალიან დიდი ჩამონათვალი არის, ასე რომ ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ მხრივ რისკები არ აქვს და კიდე ერთის დამატება მინდოდა, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვადევნებთ თვალს საზოგადოებრივ აზრს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სამედიცინო საზოგადოების და არ შემიძლია გაკვირვება, განცვიფრება არ გამოხატო ჩემი ადამიანების ჯგუფისგან ერთგვარი რაღაც მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ დაგვებრუნებია სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისათვის. დღეს ყველაზე აქტუალური სოციალურ ქსელში ნიმესილის თემა იყო, რომელიც ასევე იმ პრეპარატებს შორის მოხდა, რომელიც რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. რატომ ნიმესილი, რა საშუალებას წარმოადგენს მის ასეულოდ ცოტა გაცემენ? ეს ერთ-ერთი პოპულარული, ასე ვთქვათ, მედიკამენტია საქართველოში. ნებისმიერ მედიკამენტს გააჩნია თავის თერაპიული მოქმედება და გვერდითი მოვლენები. მეორე და მესამე ჯგუფებად დაყოფის ლოგიკა სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ლოგიკა, რომ მესამე, ანუ თავისუფალ გაყიდვის მედიკამენტებში მისი ხეირი, ასე ვთქვათ, პაციენტისთვის ბევრად აღემატება გვერდითი მოვლენების რისკს და პირიქით მეორე ჯგუფში გვერდითი მოვლენები თუ სწორედ ექიმის მიერ არ იქნა შერჩეული და გათვალისწინებული ინდივიდუალური თავისებურებები მოიცავს მაღალ რისკს. მე არ მინდა რომ ანტირეკლამაში ჩამეთვალოს ეს ყველაფერი, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ თვითნებურად ხანგრძლივად მიღება ნებისმიერი მედიკამენტის, მათ შორის ნიმესილის, დაკავშირებულია რისკებთან. ექიმმა უნდა შეაფასოს მისი მდგომარეობა და ამის მიხედვით განუსაზღვროს ინდივიდუალურად დანიშნულება. დამეწმეთ, ეს არის საერთაშორისო გამოცდილება და ნებისმიერს, ვინც უბრალოდ შეიწუხებს თავს და წაიკითხავს ამა თუ იმ მედიკამენტის ინსტრუქციას, ძალიან მარტივად შეიძლება ამაში დარწმუნდეს, რომ ეს მართლაც ასეა და არა სხვანაირად. დიდი მადლობა ბატონო დავით, კურიერის შეკითხვებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პასუხობდა.